ადამიანის უფლებები, დემოკრატიის პრინციპები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც სამოქალაქო განათლება აერთიანებს. საგანი, რომელსაც დიდი ალბათობით ბავშვებს სკოლაში მალე აღარ ასწავლიან. ფორმულას ინფორმაციით განათლების რეფორმის სახელით ოცნება სკოლებში სამოქალაქო განათლების გაქრობას გეგმავს. მინისტრმა მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისგან ფუნდამენტური საგნები, როგორიც არის ქართული მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, არაფუნდამენტური საგნებისგან. და ამით თითქოს მონიშნა, თქვა, იგივე სამოქალაქო განათლების, იგივე მუსიკა, ხელოვნების სახით ის სამიზნეს საგნები, რომლის ხარჯით შეიძლება მოხერხდეს ფუნდამენტური საგნების გაძლიერება. სამოქალაქო განათლება არის საგანი, რომელიც სახელმწიფოს მის მოწყობას, მის ფუნქციონირებას ასწავლის. თუ ამ საგანს დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს სკოლისთვის, იმიტომ რომ მასწავლებლებს ამ საგნის უყვართ თქმა, რომ თუ კი ისტორია ასწავლის სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი საგანი სამშობლოზე და ადამიანებზე ზრუნვას ასწავლის. სპეციალისტებს ეჭვს რამდენიმე გარემოება უმყარებთ. თითქმის ყველა საგნისთვის ავტორ-შემოწმებელთა ჯგუფები ახალ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ უკვე შედგენილია. სამოქალაქო განათლების პროგრამაზე სამუშაოდ არც ჯგუფი დაუკომპლექტებიათ და არც სახელმძღვანელოზე გვსმენია რამე. ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმძღვანელოებს დაბეჭდავს ის თავად და სამინისტროს მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები იქნება და მათ შორის არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სამუშაო ჯგუფებს უკვე მისცეს კონკრეტული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საგანში არსებული საკითხები გადაინაწილონ სხვადასხვა საგნის სპეციალისტებმა წიგნზე სამუშაოს დროს. რეალურად ეს უკვე აჩენს იმის განცდას, რომ ის როგორი ერთიანი სისტემაც მოქალაქეობის მე და საზოგადოების გარშემო არსებობდა, ამ საგნებთან დაკავშირებით არსებობდა, რეალურად შეიზღუდება და ეცოდა გახდება ფრაგმენტული. ამასთან, სასკოლო საგნები ოცნებამ ორ კატეგორიად დაახარისხა: ფუნდამენტური, ანუ პრიორიტეტული და მეორე ხარისხოვანი. მუსიკასა და ხელოვნებასთან ერთად სამოქალაქო განათლება მეორეში, ნაკლებად მნიშვნელოვანი საგნების კატეგორიაში მოხვდა. რეჟიმი ცდილობს, რომ მთლიანად გააუქმოს განათლების სისტემა, საბოლოო ჯამში აქეთკენ მიდის ყველაფერი და ის, რომ ეხა სამოქალაქო განათლების სწავლება გაუქმდეს საქართველოში, ესეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ამათ არ ჭირდებათ აქტიური კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები და ის, რასაც ესენი გეგმავენ, ეს არ არის რეფორმა, არ არის რეფორმა სასწავლო წლების შემცირება, არ არის რეფორმა მაგალითად უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევა, ეს კონსტიტუციის დარღვევა არის, არ არის რეფორმა უნივერსიტეტების გაყიდვა. მეკითხებიან ხოლმე რა იქნებოდა ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ რა პოლიტიკა ქართულ ოცნებას, რა იქნებოდა ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი სასკოლო განათლებაში იქნებოდა ერთი მხრივ უცხოენის სწავლების შემცირება და მეორე მხრივ სამოქალაქო განათლების შემცირება. არც საერთაშორისო ურთიერთობები აინტერესებს ქართულ ოცნებას და არც მოქალაქეების კომპეტენციების განვითარება და ჩამოყალიბება. სამოქალაქო განათლების გარდა ოცნებამ სამიზნეში კიდევ ორი საგანი: ხელოვნება და მუსიკა ამოიღო. ფორმულას ინფორმაციით რეჟიმი რეფორმის სახელით ამ საგნების გაქრობასაც გეგმავს. ქართულ საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლება 2007 წლიდან ისწავლება. გაკვეთილები მე-7 კლასიდან იწყება და მე-12 კლასის ჩათვლით გრძელდება. თუმცა, იქამდეც მე-5 კლასიდან მოქალაქეობრივი განათლების ელემენტები სხვა საგნებშიცაა ინტეგრირებული. როგორი იქნება სკოლა სამოქალაქო განათლების გარეშე და მოქალაქე, რომელიც ასეთ სასწავლებელს დაამთავრებს. ჩვენ ვერ ვიპოვით ერთ სტუდენტს მაინც, რომელსაც ელაპარაკდნენ და აუხსნեն რა არის ეს ცვლილებები განათლების სისტემაში. ვერ ვიპოვით ვერც ერთ პროფესორს, რომელმაც იცის, რატო შეიძლება ეს ცვლილებები იყოს კარგი ან მათთვის, ან უნივერსიტეტისთვის, ან სტუდენტისთვის. ქართული ოცნება ამბობს და აკეთებს ყველაფერს იმის განათლების სისტემა ჩამოაქციოს. და ამის მიზანი თვითონვე თქვეს არის ის, რომ არ უნდათ განათლებული საზოგადოება. არ უნდათ საზოგადოება, რომლის მართვაც არის რთული. ქართული ოცნება არის მტერი დემოკრატიის და საქართველოს განვითარების. ამიტომ ყველაფერს გააუქმებს, რასაც ჩათვლის, რომ ის არის ამის მკვლევარი. სამოქალაქო განათლება სკოლაში ერთ-ერთი საფუძველი იყო იმის, რომ ადამიანებს იმთავითვე ბავშვობის ეტაპზევე დაეწყოთ ფიქრი ისეთ საკითხებზე, რაც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, განვითარება. ეროვნული სასწავლო გეგმიდან სამოქალაქო განათლების შესაძლო ამოღებას გააპროტესტებენ პროფესორ-მასწავლებლები, აბიტურიენტები და მშობლები შაბათს, ჯერ ფილარმონიასთან, შემდეგ რუსთაველზე. 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა. შაბათის ტრადიციული მარშიც განათლებას მიეძღვნება.